დღეს მე მოგყვებით ისტორიას, რომელიც ფორმულა 1-ის ოქროს ხანაში ტრასაზე გამართულ ნამდვილ ომზეა. ეს არ იყო უბრალოდ რბოლა, ეს იყო ორი შეუდარებელი პილოტის აირტონ სენასა და ალენ პროსტის დაუოკებელი ნებისყოფის ურყევი ტალანტისა და განსხვავებული ფილოსოფიის შეჯახება. სპორტში არსებობს მომენტები, რომლებიც ცდებიან გამარჯვება-დამარცხების ჩვეულებრივ დუელებს და იქცევიან ლეგენდებად, რომლებიც თაობებს კვებავენ. სენასა და პროსტის დაპირისპირება სწორედ ასეთი იყო. ისტორია, რომელმაც სამეფო რბოლების სამყარო სამუდამოდ შეცვალა. გვაჩვენა ადამიანის სულის უკიდურესი ძალა და სისუსტე. ეს იყო კლასიკური დაპირისპირება, რომელიც დღემდე იწვევს დავასა და აღფრთოვანებას ფორმულა 1-ის ფანებში. თქვენ უყურებთ Paddock Memories, ასე რომ დავიწყოთ. 90-იან წლების გარიჟრაზე ფორმულა 1-ის სამყარო ორი გიგანტის დაპირისპირების მოწმე გახდა. ტრასაზე გამეფებული იყო არა მხოლოდ სიჩქარე, არამედ ორი სრულიად განსხვავებული აზროვნება, ორი ფილოსოფია, რომელიც სამუდამოდ განსაზღვრავდა ავტოსპორტის მომავალს. ესენი იყვნენ აირტონ სენა, ჯადოქარი წვიმაში, რომლისთვისაც რისკის სასიცოცხლო ელემენტი იყო, და ალენ პროსტი, პროფესორი, ტაქტიკური გენიოსი, რომელიც ყოველ მოსახვევს სიზუსტით იპყრობდა. მათი დუელი არ იყო უბრალოდ რბოლა. ეს იყო უმაღლესი პილოტაჟის, შეუპოვარი ამბიციისა და საკუთარი თავის უსაზღვრო რწმენის სიმფონია, რომელმაც ფორმულა 1-ის ისტორიის ოქროს ფურცლებზე სამუდამოდ დატოვა კვალი. ბრაზილიელი აირტონ სენა, რომელსაც უკვე მოიხსენიებდნენ როგორც წვიმის კაცს, ტრასაზე სუპერადამიანურ შესაძლებლობებს ავლენდა. მისი აგრესიული უკომპრომისო სტილით ცნობილი, სენა მუდამ რისკის ზღვარზე მართავდა ბოლიდს და ყოველ მოსახვევში გამარჯვებას ეძებდა. მის თვალებში არა მხოლოდ სიჩქარე, არამედ დაუოკებელი სულიერი სიღრმე იკითხებოდა. ის რბოლაში ხედავდა არა უბრალო სპორტს, არამედ ცხოვრების არსს, გამოწვევას, რომელსაც მთელი არსებით ხვდებოდა. მის დებიუტი ტოლმანთან ერთად 1984 წელს შედგა, სადაც მონაკოს წვიმაში მან სამყაროს საკუთარი თავი აჩვენა. ტაცებელი, დაუღალავი, მომავალი ლეგენდა. სწორედ მაშინ დაიბადა მისი ჯადოქრის იმიჯი, რომელიც შემდგომ წლებში კიდევ უფრო გამყარდა მისი წარმოუდგენელი პერფორმანსებით. სრულიად განსხვავებული იყო ალენ პროსტი. ფრანგი, რომელსაც პროფესორის მეტსახელი შეარქვეს მისი ტაქტიკური, გაანგარიშებული მიდგომის გამო. პროსტი არასდროს რისკავდა უსაფუძვლოდ. ის იყო ინჟინერი ბოლიდის საჭესთან, რომელიც ყოველ მოსახვევს, ყოველ პიტსტოპს წინასწარ გეგმავდა. მისთვის რბოლა იყო ჭადრაკის პარტია, სადაც გამარჯვება არა უბრალოდ სისწრაფით, არამედ მოწინააღმდეგის აზრების წაკითხვითა და გონივრული გადაწყვეტილებებით მოიპოვებოდა. ის ფორმულა 1-ში 1980 წელს მოვიდა და მალევე ჩემპიონატის წამყვან ფიგურად იქცა. მათი გზები ჯერ კიდევ 1984 წელს გადაიკვეთა, მაგრამ ნამდვილი დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როცა ორივე McLaren Honda-ს გუნდში აღმოჩნდა 1988 წელს. თავდაპირველად McLaren-ში ნელსონ პიკეს მიწვევას აპირებდნენ, მაგრამ პროსტმა გუნდს აირტონ სენას აყვანა შესთავაზა. ის ფიქრობდა, რომ ახალგაზრდა ბრაზილიელი პიკეზე ძლიერი იყო და McLaren-ის მმართველებს უთხრა, რომ თუ მათ გუნდის გაძლიერება უნდოდათ, საუკეთესო უნდა აეყვანათ და ეს საუკეთესო აირტონ სენა იყო. გუნდში გაუკვირდათ პროსტის ასეთი განცხადება და კითხეს მას, თუ მართლა უნდოდა, რომ სენა მისი მეწყვილე ყოფილიყო. მან უპასუხა, რომ გუნდის ინტერესებში იყო, რადგან მათ გამარჯვებაზე უნდა ეფიქრათ. წლების შემდეგ პროსტმა ინტერვიუში თქვა, რომ ნელსონის მეწყვილეობა მისთვის ბევრად მარტივი იქნებოდა, მაგრამ ის არ ნანობდა თავის გადაწყვეტილებას, რადგან მისთვის გუნდის ინტერესები ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. McLaren-ი მისთვის ოჯახივით იყო. ამ ყველაფრის შემდეგ რონ დენისმა McLaren-ის გუნდის ხელმძღვანელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც ან საოცარი ტრიუმფი უნდა მოეტანა, ან გუნდი უნდა დაენგრია და ორი უდიდესი ტალანტი ერთ ჭერქვეშ მოაქცია. პროსტის თქმით, სენას მოსვლის შემდეგ გუნდი ორ ნაწილად გაიყო. 1988 წელს McLaren-მა და Honda-მ დაიწყეს თანამშრომლობა და შექმნეს დაუმარცხებელი ბოლიდი. McLaren MP4/4 Honda-ს უძლიერესი ძრავით. ის იყო ეპოქის ყველაზე დომინანტური მანქანა. 16 რბოლიდან 15 ამ ბოლიდმა მოიგო. 1988 წლის სეზონის მიმდინარეობისას სენა ყველანაირად ამყარებდა თავის პოზიციას როგორც ტრასაზე, ისე ტრასის გარეთაც. ის ყველაფერზე იყო წამსვლელი რბოლის მოსაგებად. თავიდან თითქოს ყველაფერი მშვიდად დაიწყო, მაგრამ ეს სიმშვიდე იყო ქარიშხლის წინაპირობა. პროსტი როგორც გამოცდილი და ტიტულოვანი რბოლელი თავიდან ლიდერობდა, მაგრამ სენას დაუოკებელი სწრაფა გამარჯვებისკენ მალევე გამოჩნდა. სეზონის სტარტი ბრაზილიაში შედგა. სენამ პოლ პოზიცია მოიპოვა, პროსტი კი მეორე იყო. მაგრამ კვირა დღეს აირტონის ბოლიდს ტექნიკური პრობლემები შეექმნა. მის სიჩქარეების კოლოფის წყობრიდან გამოვიდა. მას რბოლის დაწყება სათადარიგო ბოლიდით პიტლეინიდან მოუწია. სენამ შეძლო პოზიციების დაბრუნება და მეორე ადგილზე გადაინაცვლა, მაგრამ მეწყვილეს ვეღარ გადაუსწრო და ფინიშის ხაზი მეორემ გადაკვეთა. მისთვის ეს არ იყო ერთადერთი ცუდი ამბავი. იმის გამო, რომ სენა სათადარიგო ბოლიდით იღებდა რბოლაში მონაწილეობას, მან დისკვალიფიკაცია მიიღო და მეორე ადგილით ჩამოართვეს. დაახლოებით 4 კვირის შემდეგ იმოლაში აირტონს ვერავინ გაუწია კონკურენცია. მან მოიპოვა პოლ პოზიცია და რბოლაშიც უპრობლემოდ გაიმარჯვა. მისი მეწყვილე ალენ პროსტი კი მეორე იყო. შემდეგ ეტაპზე მონაკოში კვალიფიკაციის დროს სენა ისევ პირველი იყო.
მან თითქმის წამნახევრად გაუსწრო მის მეწყვილეს და სხვა კონკურენტებს. რბოლაშიც ის ლიდერობდა, მაგრამ რბოლის დასრულებამდე რამდენიმე წრით ადრე დაუშვა ფატალური შეცდომა. გვირაბიდან გამოსვლისას პორტიეს მოსახვეში ბარიერთან ძალიან ახლოს მივიდა. ბოლიდი მოუცურდა და ბარიერს შეეჯახა. მას რბოლის ნაადრევად დასრულება მოუწია. გამარჯვება კი იმ დღეს პროსტმა მოიპოვა. მექსიკის გრან-პრიზე პოლ პოზიცია ჩვეულებრისამებრ აირტონ სენამ დაიკავა. პროსტი მას 93 მიასედი წამით ჩამორჩებოდა, მაგრამ კვირა დღეს პროსტ იდეალური სტარტი ჰქონდა და პირველ მოსახვევამდე გადაუსწრო მეწყვილეს. მთელი დისტანცია იდეალურად გაიარა და გამარჯვება მოიპოვა. სენამ კი ფინიშის ხაზი მეორემ გადაკვეთა. კანადაში სენა ისევ წინ იყო. მან არამხოლოდ პოლ პოზიცია, არამედ რბოლაში გამარჯვებაც იზეიმა. მთელი რბოლა პროსტი ცდილობდა მის გადასწრებას, მაგრამ ამაოდ. რაც შეეხება გრიდის სხვა წევრებს, აშკარა იყო, რომ ამ დუეტს კონკურენციას ვერავინ გაუწევდა. რა უნდა ვთქვათ, როდესაც მესამე ადგილოსან ტიერ ბუცენს სენამ ერთი წრით გაუსწრო. სეზონის მე-6 ეტაპზე ამერიკის შეერთებულ შტატებში ორივე მაკლარენი შეუდარებელი იყო. დეტროიტის ტრასა თავისი მჭიდრო მოსახვევებით და ვიწრო მონაკვეთებით ყოველთვის გამოწვევას წარმოადგენდა მრბოლელებისთვის. აქ გადასწრება თითქმის შეუძლებელი იყო, ამიტომ პოლ პოზიციის მნიშვნელობა განსაკუთრებით დიდი იყო. დეტროიტშიც პოლ პოზიცია აირტონმა მოიპოვა. პროსტი კი მის უკან იყო. რბოლის დროს პროსტის ბოლიც მცირე ტექნიკური პრობლემები შეექმნა და მან ვერ შეძლო სენასთან ბრძოლა, მაგრამ ფინიშის ხაზი მეორემ გადაკვეთა, რითაც მაკლარენმა კიდევ ერთი დუბლი მოიპოვა. ევროპაში დაბრუნებისას საფრანგეთში, რა თქმა უნდა, ისევ მაკლარენი ლიდერობდა. ამჯერად პოლ პოზიცია პროსტმა მოიპოვა. აირტონი კი მეორე იყო. სამშობლოში პროსტი შეუჩერებელი იყო და არანაირი შანსი არ დაუტოვა მეწყვილეს და ეს რბოლა მოიგო. სილვერსტოუნზე მოხდა ის, რამაც მთელი პატოკი გააოცა. პირველად სეზონის მიმდინარეობისას მაკლარენის ვერც ერთმა პილოტმა ვერ შეძლო პოლ პოზიციის მოპოვება. პოლ პოზიცია მოიპოვა ბერგერმა, რომელიც ფერარით ასპარეზობდა. მეორე ადგილი კი მისმა მეწყვილემ ალბორეტომ დაიკავა. სენა და პროსტი მესამე და მეოთხე ადგილებიდან იწყებდნენ რბოლას. რბოლის დღე სილვერსტოუნზე წვიმდა, რამაც რბოლას განსაკუთრებული დრამატულობა შესძინა. სტარტზე ბერგერმა შეინარჩუნა ლიდერობა, თუმცა სენამ სწრაფად გადაინაცვლა მეორე ადგილზე და დაიწყო ბერგერზე ზეწოლა. აირტონ სენა, რომელიც წვიმინამეთში მართვის ნამდვილი ოსტატი იყო, შესანიშნავად გამოიყენა პირობები. მან მალევე რბოლის მე-15 წრეზე გადაასწრო ბერგერს და ლიდერობა მოიპოვა. ალენ პროსტს პირიქით არ უყვარდა წვიმაში რბოლა და ამინდის ცვლილებამ მის პერფორმანსზე უარყოფითად იმოქმედა. მას პრობლემა შეექმნა ბოლიდთანაც და საბოლოოდ რბოლა ვერ დაასრულა ძრავის გაუმართავობის გამო 24 წრეზე. სენა კი აბსოლუტურად აკონტროლებდა სიტუაციას და მიუხედავად ცუდი ხილვადობისა და სველი ტრასისა, დამაჯერებლად მიიწევდა გამარჯვებისკენ. ის ლიდერობდა 72-დან 61 წრე და საუკეთესო წრეც კი დააფიქსირა, რაც მის შეუდარებელ ოსტატობას უსვამს ხაზს სველ ტრასაზე. შემდეგი სამი გრან-პრის მიმდინარეობისას გერმანიაში, უნგრეთში და ბელგიაში სენა ისევ საუკეთესო იყო. მან არამხოლოდ პოლ პოზიცია მოიპოვა სამივე ეტაპზე, არამედ ფინიშსაც პირველი კვეთდა. პროსტი კი ცდილობდა დანაკარგები მინიმუმამდე დაეყვანა და მეორე ადგილს იკავებდა. 1998 წლის იტალიის გრან-პრი, რომელიც 11 სექტემბერს ლეგენდარულ მონცას ტრასაზე გაიმართა, იყო იმ წლის სეზონის მე-12 ეტაპი და ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და მოულოდნელი რბოლა. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა იმ სეზონში, როდესაც მაკლარენ ჰონდამ რბოლა ვერ მოიგო. გამარჯვება კი ფერარის ხვდა წილად, რაც განსაკუთრებით სიმბოლური იყო ენცო ფერარის გარდაცვალებიდან რამდენიმე კვირაში. 98 წლის სეზონში მაკლარენ ჰონდას გუნდი აბსოლუტურად დომინირებდა. მათ მანამდე გამართული 11-ვე რბოლა ჰქონდათ მოგებული. მონცაზეც, როგორც მოსალოდნელი იყო, აირტონ სენამ მოიპოვა პოლ პოზიცია, ხოლო ალენ პროსტი მეორე ადგილზე იყო. მათ შორისაც კი სენას აშკარა უპირატესობა ჰქონდა მონცას სწრაფ ტრასაზე. რბოლა ენცო ფერარის ეძღვნებოდა, რომელიც აგვისტოში გარდაიცვალა. ფერარის გუნდი განსაკუთრებული მოტივაციით იყო განწყობილი, რათა თავიანთი დამფუძნებლების ხსოვნას გამარჯვება მიეძღვნათ. თუმცა მაკლარენის დაუმარცხებელი სერიის ფონზე ეს თითქმის შეუძლებლად ჩანდა. სტარტზე სენამ ლიდერობა შეინარჩუნა და უპირობოდ ლიდერობდა. 35 წრეზე პროსტ ტექნიკური პრობლემები შეექმნა და რბოლას გამოეთიშა. ამ ყველაფერმა სენას ჩემპიონობას დიდი ბიძგი მისცა. ის უბრალოდ უნდა მისულიყო ფინიშამდე. თუმცა რბოლის დასრულებამდე სულ 2 წრე იყო დარჩენილი, როდესაც მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა. სენა ცდილობდა გადაესწრო უკანასკნელ წრეზე მყოფ ჟან-ლუი შლესერისთვის, რომელმაც შემთხვევით გზა არ დაუთმო ბრაზილიელს. ამ ინციდენტის შედეგად სენას ბოლიდი შეეჯახა შლესერის ბოლიდს და იძულებული გახდა რბოლას გამოთიშოდა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე შოკისმომგვრელი მომენტი სენას კარიერაში და 1998 წლის სეზონში. სენას გამოთიშვის შემდეგ ფერარის ორმა პილოტმა, გერჰარდ ბერგერმა და მიკელე ალბორეტომ, რომლებიც მთელი რბოლის განმავლობაში მესამე და მეოთხე ადგილზე იმყოფებოდნენ, მოულოდნელად პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს. ეს იყო უდიდესი ტრიუმფი ფერარისთვის, განსაკუთრებით ენცო ფერარის გარდაცვალების შემდეგ. შემდეგ ეტაპზე პორტუგალიაში ესტორილში მეწყვილეებს შორის დაძაბულობა მიმატა. ეს რბოლა ალენ პროსტის დრამატული გამარჯვებით და მას და აირტონ სენას შორის დაძაბული საკამათო ინციდენტით აღინიშნა, რაც მათ შორის მზარდი მეტოქეობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იყო.
კვალიფიკაციაში ალენ პროსტმა მოიპოვა პოლ პოზიცია, რითაც აჯობა სენას ამ კონკრეტულ ეტაპზე. აირტონ სენამ მეორე ადგილზე გავიდა. რბოლის სტარტზე მოხდა ისეთი რამ, რამაც სენასა და პროსტის მეტოქეობა სრულიად ახალ დონეზე აიყვანა. სტარტისთანავე, როდესაც პროსტი ლიდერობდა და სენა ცდილობდა მისთვის გადასწრებას, სტარტ-ფინიშის სწორ მონაკვეთზე, სენამ მოულოდნელად მკვეთრი მანევრით გადაუჭრა გზა პროსტს. თითქმის მიამწყვდია ის ბოქსების კედელთან 280 კმ/სთ სიჩქარეზე. პროსტმა მიუხედავად იმისა, რომ თითქმის კედელს მიეჯახა, ფეხი გაზის პედლიდან არ აიღო და სასწაულებრივად მოახერხა სენასთვის გადასწრება პირველ მოსახვევში. ეს ინციდენტი რბოლის შემდეგ ცხარი დისკუსიების საგანი გახდა. პროსტი განრისხებული იყო სენას ტაქტიკით და მათ სიტყვიერი დაპირისპირება ჰქონდათ მაკლარენის ბოქსებში. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი იმისა, თუ რამდენად შორს იყო წამსვლელი ეს ორი ლეგენდა გამარჯვებისთვის. ამ ინციდენტის შემდეგ პროსტამ მოიპოვა ლიდერობა და აკონტროლებდა რბოლას. მაშვით წამამდე უპირატესობა ჰქონდა სენასთან, რომელიც როგორც მოგვიანებით გაირკვა, საწვავის მცდარი მაჩვენებლის გამო პრობლემებს აწყდებოდა. ამას საშუალება მისცა ივან კაპელს მიახლოვებოდა სენას. რბოლის მიწურულს ნაიჯელ მენსელი, რომელიც სენას და ჯონათან პალმერს ერთდროულად დასწრებდა, შეეჯახა სენას ბოლიც. სენამ შეძლო რბოლის გაგრძელება, მაგრამ მენსელი გამოეთიშა. მართალია სენამ შეძლო რბოლის გაგრძელება, მაგრამ ის მე-6 ადგილზე გადავიდა. პროსტმა კი ეს რბოლა მოიგო. ესპანეთში კვალიფიკაციის დროს სენა ისევ პირველი იყო. პროსტი კი მეორე. ამ ეტაპზე ფორმულა 1-ის ქულათა სისტემის გამო, სადაც რბოლებს სეზონის 16 რბოლიდან მხოლოდ 11 საუკეთესო შედეგი ეთვლებოდათ, ჩემპიონატში ბრძოლა სენასა და პროსტს შორის განსაკუთრებით დაძაბული იყო. თქვენას ფიქრობთ იმ წლების ქულათა სისტემაზე. რბოლის სტარტზე მიუხედავად იმისა, რომ სენა იყო პოლ პოზიციაზე, ალენ პროსტმა შესანიშნავად გასტარტა და გადაასწრო სენას. პროსტმა პირველივე წრეებიდანვე დაიწყო უპირატესობის მოპოვება და სრულიად აკონტროლებდა რბოლას. რაც შეეხება აირტონ სენას, მას გადაცემათა კოლოფის პრობლემა შეექმნა, რის გამოც რბოლის უმეტესი ნაწილი მხოლოდ მე-5 სიჩქარით მოუწია მართვა. ამის მიუხედავად, სენამ თავისი განსაკუთრებული ოსტატობის წყალობით მაინც მოახერხა მაღალი პოზიციის შენარჩუნება და ქულების აღება, რაც მის შეუპოვარ ხასიათს უსვამდა ხაზს. ის ნამდვილი ოსტატი იყო ბოლიდის ადაპტირებაში და პრობლემის მიუხედავად მაქსიმუმის გამოწვევაში. რბოლა პროსტმა მოიგო, სენამ კი მე-4 ადგილი დაიკავა. 88 წლის იაპონიის გრან-პრი, რომელიც 30 ოქტომბერს სუზუკას ლეგენდარულ ტრასაზე გაიმართვა, იყო სეზონის მე-15 ეტაპი. ეს რბოლა აირტონ სენასთვის ისტორიული იყო, რადგან მან მოიგო რბოლა და მოიპოვა თავისი პირველი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ფორმულა 1-ში. ერთი რბოლით ადრე სეზონის დასრულებამდე. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დაუჯერებელი და დრამატული რბოლა ფორმულა 1-ის ისტორიაში. ამ რბოლამდე აირტონ სენა და ალენ პროსტი ჩემპიონატისთვის დაუღალავად იბრძოდნენ. სენასთვის ჩემპიონობის მოსაგებად იაპონიაში გამარჯვება იყო საჭირო. კვალიფიკაციაში აირტონ სენამ კვლავ მოიპოვა პოლ პოზიცია. ალენ პროსტი კი მეორე ადგილზე იყო. სენას პოლ პოზიციამ იმედი მისცა მის გულშემატკივრებს, რომ ის შეძლებდა ჩემპიონობის მოპოვებას ჰონდას მშობლიურ ტრასაზე. რბოლის სტარტზე მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა. აირტონ სენას ბოლიც პრობლემები შეექმნა და მან რბოლა მე-14 პოზიციიდან დაიწყო. ეს იყო კატასტროფული დასაწყისი მისი საჩემპიონო იმედებისთვის. ამ დროს ალენ პროსტმა შესანიშნავად აიღო სტარტი და მოიპოვა ლიდერობა. თუმცა სენას დაბრუნება იყო ეპიკური. ის წარმოუდგენელი ტემპით მიდიოდა წინ. ასწრებდა ერთ პილოტს მე-2-ის მიყოლებით. რბოლის შუა მონაკვეთში წვრილი წვიმა დაიწყო, რამაც სენას როგორც წვიმის ოსტატს კიდევ უფრო შეუწყო ხელი. ის უპირობოდ სწრაფი იყო სველ ტრასაზე. სენამ მოახერხა, რომ პროსტს დაწეოდა, რომელსაც თავის მხრივ გადაცემათა კოლოფის პრობლემები შეექმნა. სენამ საბოლოოდ 27 წრეზე გადაასწრო პროსტს და ლიდერობა მოიპოვა. ამის შემდეგ ის უპირატესობას ფლობდა და დამაჯერებლად გაიმარჯვა. საბოლოოდ 1988 წლის იაპონიის გრან-პრი აირტონ სენამ მოიგო, რითაც სეზონის თავისი მერვე გამარჯვება მოიპოვა. ალენ პროსტი მეორე ადგილზე გავიდა 13,370 წამით ჩამორჩენით. ამ გამარჯვებით აირტონ სენამ მოიპოვა თავისი პირველი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული, რადგან 88 წლის ქულათა სისტემით პროსტს უკვე არ შეეძლო მისი გადასწრება, თუნდაც ბოლო რბოლა მოიგო. ეს იყო სენას კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი და დასაწყისი მისი ლეგენდარული სტატუსისა ფორმულა 1-ში. ავსტრალიაში ჩემპიონატის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. თუმცა მიუხედავად ამისა, ორივე მრბოლელი ცდილობდა სეზონის გამარჯვებით დასრულებას. კვალიფიკაციაში აირტონ სენამ კვლავ მოიპოვა პოლ პოზიცია, რითაც ხაზი გაუსვა მის განსაკუთრებულ სიჩქარეს. ალენ პროსტი მეორე ადგილზე იყო, რაც 88 წლის სეზონის კვალიფიკაციების ჩვეული სურათი იყო. ფერარის პილოტი გერჰარდ ბერგერი მესამე ადგილზე გავიდა. რბოლაში პროსტს შესანიშნავი სტარტი ჰქონდა და გადაასწრო სენას, რითაც მოიპოვა ლიდერობა. პროსტი მთელი რბოლის განმავლობაში აბსოლუტურად აკონტროლებდა სიტუაციას და თანდათან ზრდიდა უპირატესობას. აირტონ სენას კი რბოლის მიმდინარეობისას გადაცემათა კოლოფის პრობლემები შეექმნა. ამ პრობლემის მიუხედავად მან მაინც მოახერხა მაღალი ტემპის შენარჩუნება, რადგან მისი მაკლარენ ჰონდას ბოლიდი იმდენად სწრაფი იყო, რომ სერიოზული შეცდომის გარეშე მეორე ადგილის შენარჩუნება შეეძლო. სენამ მიუხედავად გაჭირვებისა მეორე პოზიცია შეინარჩუნა.
McLaren Honda-ს დომინირება იმდენად დიდი იყო, რომ მათი უახლოესი კონკურენტებიც კი მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდნენ. Ferrari-ის პილოტებმა გერჰარდ ბერგერმა და მიკელე ალბარეტომ, რომლებიც პოდიუმისთვის იბრძოდნენ, ვერ გაუწიეს რეალური კონკურენცია McLaren-ის დუეტს. 1988 წლის სეზონი Formula 1-ის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დომინანტურ სეზონად შევიდა. McLaren Honda-ს გუნდმა 16 რბოლიდან 15 მოიგო და შექმნა რეკორდი, რომელიც დღემდე ხელშეუხებელია. მიუხედავად პროსტის 7 გამარჯვებისა, აირტონ სენამ საბოლოოდ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ქულათა სისტემის სპეციფიკის გამო. მართალია ამ დუელიდან გამარჯვებული აირტონ სენა გამოვიდა, მაგრამ ეს არ იყო დასასრული. მათი ისტორია მხოლოდ ახლა იწყებოდა, მაგრამ ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა, რომელზეც ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ. მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე უყურეთ ვიდეოს. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება და არხის გამოწერა. კომენტარებში აუცილებლად გამიზიარეთ თქვენი აზრი ვიდეოს შესახებ. თუ Formula 1 გიყვართ, შემოვერთით ჩემს Facebook ჯგუფს Paddock Memories. ლინკს კომენტარებში დავტოვებ, სადაც ერთად განვიხილავთ ფორმულას ირგვლივ მომხდარ ამბებს, გასულ და მიმდინარე სეზონებს.